თქვენს სამსახვიდან განთავისუფლეს, ჩაიბარეთ აუცილებლად ბრძანება სამსახვიდან განთავისუფლების თაობაზე. და თუ თქვენ თვლით, რომ ეს არის უკანონოდ განთავისუფლება, შეგიძლიათ გაასაჩიოთ სასამართლოში. სასამართლოში უნდა გაასაჩივროთ 30 დღის ვადაში და წარადგინოთ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სამსახვიდან განთავისუფლებული ხართ უკანონოდ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად სამსახვიდან ხართ განთავისუფლებული უკანონოდ, შესაძლებელია ეს იყოს ნებისმიერი წერილობითი მტკიცებულება, ეს მოწმის ჩვენება და ასე შემდეგ. სარჩელი თქვენ უნდა მოითხოვოთ სასამართლოში ხელშეკრულების ბათილაცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ თქვენი განთავისუფლება სამსახვიდან მოხდა, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციულია, მოხდა თუნდაც პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება, ამ შემთხვევაში თქვენ ბრძანების ბათილაცნობასთან, სამსახურში აღდგენას და განაცდურის მოთხოვნასთან ერთად შეგიძლიათ მოითხოვოთ, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ამასთან ერთად მოითხოვოთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა წარადგინოთ მტკიცებულებები, მაგრამ ამ შემთხვევაში მტკიცების თვითი ძირითადად გადადის დამსაქმებელზე, დამსაქმებელი ვალდებულია დაადგინოს, რომ მის მიერ არ განხორციელებულა დისკრიმინაციის ფაქტი.